მე ვარ ნატალი სულობერძე 18 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა და ფრენბურთი. აქედან ყველაზე მეტად მეყვარს ცეკვა. ადრე ვსწავლობდი ქართულ ცეკვებს და ახლა დავდივარ ცეკვა თერაპიაში. ეს ცეკვა მიჩნია მეგობარმა გადმოვიდი და ძალიან გაამართლა. ვსწავლობთ ქართულ ცეკვებს აჭარულ, აფხაზურს და კიდევ სხვას და მე ეს ძალიან მომწონს. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. ცეკვაში ჩემთვის ყველაზე რთულია თავის მორტყმა და ტრიალები. თავის მორტყმა არის ტრიალების ერთ-ერთი სახეობა. ყველაზე ადვილია ჩაკვრები. ცეკვა თერაპიაში ჩემი მასწავლებელი არის ეკატერინე გურგენაძე. ეკატერინე მასწავლებელი არის თბილი, საყვარელი და კეთილი. შეიძლება ითქვას, რომ მან განსაკუთრებით ჩამაყვარა ცეკვა. რამდენჯერმე მქონდა დახურული კონცერტი, რომელსაც მხოლოდ მშობლები ესწრებოდნენ. მე დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი აჭარულში სოლოს. ჩემ პირველ კონცერტს ვისურვებდი საფრანგეთში. ჩემი გეგმაა, რომ კიდევ ვიცეკვა 9 წელი. ჩემი სკოლა მიყვარს, რადგან კარგი მასწავლებლებია, არის ეზო მოწესრიგებული და ბავშვებიც კარგებია. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია თამარ კაშლავა. ყველაზე შვიანია თეკლა ფუტკარაძე. ყველაზე მშვიდია სოფია ჭყონია. ყველაზე ცალკეა საბა გუსტავა. მე ვარ ყველაზე პრანჯია, მეგობრული, გულთბილი და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია მანანა ხლუნტი. ის არის კეთილი მასწავლებელი, კარგად ხსნის გაკვეთილებს, ნაზი, დახვეწილი, 7 და ლაღი. რაც მთავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი ექიმი. ეხლა მინდა გამოვიდე დიზაინერი და სხვათა შორის ძალიან მიყვარს ხატვა. წელს შევედი სამხატვრო სკოლაში და ძალიან მაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მომეწონა გარემო, ბავშვები და მასწავლებლები. რაც შეეხება ხატვას, ბევრ რაღაცას გვასწავლიან. ხატავთ ნატურმორტებს, პეიზაჟს, ოთახებს და სხვას. ჩემთვის ყველაზე კომფორტულია პორტრეტის ხატვა. ჩემ ნახატებს ვსვაგრობ და მოუთმენლად ველი, როდის მექნება გამოფენა. ჩემ ნახატის პირველი შემფასებელი არის ჩემი კლასელები და ბებია. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი და ჩემი ძმა და ბებია ბაბუა. კიდევ მინდა მოყავდეს ერთი ძმა, პატარა. ჩემი ძმა არის 16 წლის და ქვია სულხანი. ის არის სიმპათიური, ჭკვიანი და ნერვებს მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა მე უფროსება. კაი, ჩემი აზრით სულხანი გამავა ფეხბურთელი. ჩემი და არის 1 წლის და ქვია მარია. მარიამი არის ჭკვიანი, ლამაზი, საყვარელი, კეთილი და ბევრს არჭამს. ის ალბათ გამავა მხატვარი. მამა არის კეთილი, მზრუნველი, სიმპათიური და მშრობელი. მას ძალიან უყვარს დედიკო. ასე იმიტომ მგონია საჩუქრებს შუქნის, ეხუტება, ეფერება და ეთამაშა. დედიკო არის ლამაზი, ჩემსავით პრანჯია, მზრუნველი და კეთილი. მე ვყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. ბები არის ძალიან კეთილი, საყვარელი, ჭკვიანი და ლამაზი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლის. ასე იმიტომ მგონია, რომ ზოგჯერ სახლის დალაგება მეზარება, მაგრამ საჭმელების გაკეთება მიყვარს. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 5 წლის, დედა ჩემმა მომეხმარა და გავაკეთე ნამცხვარი. ეხლა ყველაზე კარგად გამომდის ბელგიური ვაფლების გაკეთება. ისე მიყვარს კითხვა, რომ მეც გადავწყვიტე, რომ დამეწერა მოთხრობები. ძირითადად ვწერ სიღარიბეზე და სიმდიდრეზე. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიმგზავრებდი სხვადასხვა ქვეყანაში. პირველ რიგში სამგზავროდ წავიდოდი ბრაზილიაში. ჩემი საყვარელი წიგნია პეპი გრძელწინა. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის მაგდანას ლურჯა. მარტო სახშიც მომწონდა და ამ ფილმში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და სიმღერა და ვუკრავ ფანდურს. უკვე 5 წელია ვარ ანსამბლ ნათში. ფანდურის გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ელექტროგიტარას. ბევრჯერ გქონდა კონცერტი და ეხლა მთელი ანსამბლი მიდის ბაკურიანში. როგორც ვატყობ, მე ვერ ვახერხებ წასვლას. იმიტომ დედიკოს არცელია და ვერ მოდის. ყველაზე კარგად დამახსოვრდა ბათუმის კონცერტი, რომელსაც ავიღეთ პირველი ადგილი. მე მაგ სიმღერის ნიჭი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროს გავყვე მივაღწევ წარმატებას. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთ შეკითხვა. ნატალი რო არ მერქვეს, რა მერქმევდა? მე ნატალი დამარქვა დედამ და ეს სახლი ძალიან მომწონს. მაგრამ ნატალი რო არ მერქვეს, ალბათ მერქმევდა ალექსანდრა. ჩემს შვილს აუცილებლად დავარქმევ ალექსანდრას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ კითხვას, თუ რა არის მისი ჰობი. მაგალითად, ჩემი ჰობი არის ფრენბურთის თამაში. ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ გვეთამაშა ფრენბურთი. ისე მომეწონა, რომ დღემდე არის ჩემი საყვარელი თამაში. ჩემი ოცნების საჩუქარი არის iPhone 13. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად ყოფნა, კარგი ოჯახი და სიკეთის კეთება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.